მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ნახოთ დღეს თუ რა მდგომარეობაში არის თქვენი ენერგეტიკული დაცვა. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და მოდით ახლა დავარიგებ ვარიანტებს და ნახოთ რა მდგომარეობაშია თქვენი ენერგეტიკული დაცვა. რა მდგომარეობაშია პირველი ვარიანტის ენერგეტიკული დაცვა და რა მდგომარეობაშია მეორე ვარიანტის ენერგეტიკული დაცვა. გამოვიყენოთ ნატურალური ქვები, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ ის, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც აუცილებლად დავაბალანსოთ ენერგიები ლაიქებით, მოწონებებით და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან და ვნახოთ მეგობრებო, რა მდგომარეობაშია თქვენი ენერგეტიკული დაცვა. თასების ცხრიანი. მე აქ ვიტყოდი იმას, რომ თქვენ საკმაოდ სენსიტიური პიროვნება ბრძანდებით, ვინც არ უნდა იყოთ. ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ნამდვილად ძალიან სენსიტიურ ენერგიებში ხართ, ძალიან მარტივად გიხარიათ, ძალიან მარტივად გწყინთ კიდევაც რა თქმა უნდა და ასევე ძალიან მძაფრად და ძალიან ძლიერად აღიქვამთ ყოველ ენერგიებს. ანუ მეგობრებო, თუ თქვენს ირგვლივ დაუშვათ არის ვინმე ენერგეტიკული პარაზიტი, ნეგატიური ადამიანი, თქვენ ამას ეგრევე შეეგრძნობთ, ეგრევე ხედავთ. და თასების ცხრიანი ასევე მეტყველებს იმის შესახებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ ენერგეტიკული დაცვა საკმაოდ ძლიერი არის, სავსე არის, მოდით ასე ვიტყოდი. ნამდვილად დაცული ადამიანი ხართ ენერგეტიკული თვალსაზრისით, მაგრამ თასების ცხრიანია მეგობრებო. თასები ყოველთვის არის ჩვენი ემოციები, ჩვენი გრძნობები. და ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ თუ თქვენ ზედმეტად უშვებთ რაღაც მომენტში გააზრებულად თუ გაუაზრებლად კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ენერგეტიკულ ქურდებს, პარაზიტებს და ასე შემდეგ თქვენს სივრცეში, რა თქმა უნდა, ეს თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ? ანუ თქვენ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, ენერგეტიკულად დაცული ხართ, მაგრამ ამავდროულად ჩანს ეს რაღაც ემოციური სისუსტე რაღაც მომენტებში. თქვენ თავად აძლევთ ხშირად ადამიანებს იმის საშუალებას, რომ თქვენზე, თქვენს მდგომარეობაზე და განწყობაზე ნეგატიურად იმოქმედონ. ხვდებით ხომ? ამიტომაც ამ კუთხით მნიშვნელოვანია დააყენოთ ერთგვარი ენერგოინფორმაციული ფილტრი, ემოციური ფილტრიც. ყველა სიტყვა გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ და მეცაც ვიტყვი, ყველა ადამიანიც გულთან ახლოს არ უნდა მიიყვანოთ, თქვენ წარმოიდგინეთ. მაგრამ სხვა დანარჩენის კუთხით საკმაოდ დაცული ხართ, უბრალოდ იცოდეთ ის, რომ რაც უფრო მეტად აყვებით ხოლმე რაღაც ნეგატიურ ემოციებს, შიშებს განსაკუთრებით და ზოგადად პესიმიზმს, მით უფრო სუსტდება თქვენი დაცვა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, დიდი მადლობა და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. თქვენთან რა ხდება? აბა, პენტაკლების ტუზი. აქაც ვუყურებ საკმაოდ დაცულ ადამიანს, პენტაკლების ტუზი არის თავად შესაძლებლობა დაცულობისა, თავად პერსპექტივა დაცულობისა, თანაც პენტაკლი მეგობრებო გახლავთ დაცვის სიმბოლოც. თითქოს ყველანაირი გზიდან გიცავენ თქვენ. აქ შესაძლოა ნამდვილად ჩემს კოლეგებსაც კი ვუყურებდე, რომლებსაც აქვთ კიდევაც გაკეთებული შესაბამისი პრაქტიკები, რიტუალები, აქვთ ასე ვთქვათ დაყენებული ბრჭყალებში შესაბამისი დაცვები. თქვენ ბევრად უფრო დაცული ხართ ვიდრე პირველი ვარიანტი, სხვათა შორის. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვარიანტის შემთხვევაშიც საკმაოდ მძლავრი დაცვა იკითხებოდა.
მაგრამ მეგობრებო, აქ სისუსტე შეიგრძნობა თქვენს ფინანსურ ენერგიებში. კარგად დაფიქრდით და კარგად გაანალიზეთ, სად და როგორ მიდის თქვენი ფინანსები, იმიტომ რომ თითქოს უშუალოდ თქვენი ფინანსური ენერგია არის შესუსტებული და უშუალოდ თქვენს ფინანსურ ენერგიებზე არის რაღაც სუსტი დაცვა. და აუცილებლად უნდა მიაქციოთ ამას ყურადღება. ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც არა ამქვეყნიურად საგანგაშო არის მეთქი, მაგრამ ყურადღება მისაქცევი არის. კარგად გაანაწილეთ და უფრო სწორად გაანაწილეთ თქვენი ფინანსები, იმიტომ რომ ფინანსებიც არის ენერგია, ზოგადად ამ სამყაროში ყველაფერი არის ენერგია და ფინანსებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგია გახლავთ, ხო? ამ სამყაროში და ამიტომაც ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას თუ სად და რაში და ვისში გაიცემა ჩვენი ფინანსები. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.